გადაიხედება თუ არა მეთევზეთა ლიცენზიები და რა პრობლემები აქვთ მეთევზეობის დარგში მოქმედ მეწარმეებს დარგის განვითარების პერსპექტივებსა და არსებულ მდგომარეობას სპეციალისტები სასტუმრო რადისოში განიხილავდნენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მოწყობილ დისკუსიაში თევზის მწარმოებლებთან ერთად გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით თევზის წარმოება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილია და მის გასავითარებლად სხვა უწყებებთან თანამშრომლობაა საჭირო. ბათუმში ჩამოვედით იმისთვის, რომ განვიხილოთ თევზჭერა ეწოდებული კაფშიასი, ეს მნიშვნელოვანი პროდუქტია, იქიდან გამომდინარე, რომ არა მარტო სასურსათო დატვირთვა აქვს მას, ეს არის საკვები, იგივე თევზისთვის, იგივე ფრინველისთვის, საკვებ წარმოებისთვის მნიშვნელოვანი დარგია და გვინდა რომ აქედანვე ვიყოთ თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბებული რა ფორმით წავა პროცესი, ლიცენზიას გულისხმობ და მე დღეს მოვისმენე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ იქ ჩართული იქნებიან FAO-ს ექსპერტები ლიცენზიის პირობების განსაზღვრისას. გარემოს დაცვის სამინისტრომ რაღაც ზონები შექმნა, ესე ვთქვათ, თევზჭერის კუთხით დასაცავად თევზის მარაგების, საზღვაო ადმინისტრაცია მოძრაობის უსაფრთხოებისთვის შექმნა, ასე ვთქვათ, მოძრაობის უსაფრთხოება ემთხვევა თევზჭერის აკრძალვის ზონებს და იქ სრული, ასე ვთქვათ, უხერხულობა იქნება. წინააღმდეგობაში მოდის, ესე ვთქვათ, ორი კანონი ერთმანეთთან და ეს აუცილებლად სასწრაფოდ გასასწორებელია, ვინაიდან, ესე ვთქვათ, დაშვებულია მაგალითად ტანკერის გადაადგილება, სხვა გზაც არ არის უნდა დაუშვათ, მაგრამ თევზჭერი გემი თუ მოხდა ამ ზონაში, იმ წუთში დაჯარიმებულია 50,000-ით და არის კიდევ ბევრი რამე გაურკვევლობის საკანონმდებლო კუთხით. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მთავარ რეგულაციებთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრა არის მიძღვნილი იმ პრობლემების, იმიტომ რომ სეზონი იწყება კაფშის რეწვის, არის მთელი რიგი პრობლემები. ერთ-ერთი საკითხია, რომ პრაქტიკულად ლიცენზიის ვადა იწურება 2 წელიწადში, საუბარია რა პირობებით, ან რა იმენით იქნება ახალის გამოცხადება თუ გაგრძელება ამ საკითხებს ლიცენზიანტები სვამენ.